ერთხელ ხომ მაინც გვინატრია ყველას დროის მანქანა იმისათვის, რომ წარსულში გვემოგზაურა. მე ახლა თქვენთან ერთად 400 წლის წინანდელ საქართველოში გადავალ და წარსულში გამოგზაურებთ. ჩვენ ვართ ახლა საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში და ეს არის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი. გარდა იმისა, რომ ეს არის მონასტერი, რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, ეს იყო თავდაცვითი ნაგებობა, წინვალე თავდაცვითი ნაგებობა, სადაც მთელ სოფელს შეეძლო შეეფარებინა თავი ომიანების დროს, მაგრამ მე ახლა აქ მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, როგორი საცხოვრებელი გარემო ჰქონდათ. მაშ ასე ჩვენ ახლა შევდივართ 400 წლის წინანდელ საცხოვრებელ ოთახში. აი ახლა ჩვენ ავდივართ აი ამ კიბეზე და ავალთ კარიბჭის თავზე, სადაც არის ორი ოთახი შემორჩენილი. აი შემოვედი უკვე კოშკში და ნახეთ არის აი ასეთი პატარა ოთახი ბუხრით. ბუხარი მოქმედია ახლაც, როგორც ჩანს, ახლა სანთებენ ხოლმე, ხო? აი ცეცს და კარგადაც მუშაობს ამის გამწოვი. აქ იქნებოდა ალბათ ერთი ტახტი თუ დაეტეოდა ერთი ადამიანის სამყოფელი და ეს იქნებოდა სავარაუდოდ ბერების მცირე კელია, სადაც ისინი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებდნენ. ომიანობის დროს, რა თქმა უნდა, სათოფურებია და ამ სათოფურებსაც გამოიყენებდნენ, მშვიდობის დროს კი აქ ადამიანები საცხოვრებელ სივრცედ იყენებდნენ. მოდი ხა წავიდეთ და აი ნახეთ ზუსტად ანალოგიურად ისეთივე ოთახი არის, როგორიც იქით. ეს ყოველგვარად აი გაყოფილიც არის, ხო ეს ოთახი? აქაც არის ანალოგიურად ბუხარი, სათოფურები ომიანობის დროს, მშვიდობის დროს კი აქ ბერები ცხოვრობდნენ. ეხლა რო წარმოიდგინეთ, როგორი ნივთები შეიძლება ჰქონდათ მათ, ხო? აქ დაეტევდა მხოლოდ ერთი პატარა ტახტი, ქვეშაგებად ხმარობდნენ ხოლმე მაშინ ხალიჩებს ძირითადად და რა ვიცი, პირადი ნივთები რა შეიძლება ყოფილიყო, ჭურჭელი იყო თიხის, ლითონის და სხვათა შორის იყო მინაც. აი ეს არის ეს 400 წლის წინანდელი აშენებული პატარა საცხოვრებელი ოთახები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა 250 წლის წინ ეპისკოპოს საბა ტუსიშვილის მიერ აშენებული სასახლეც. როგორც გითხარით, ეს ორსართულიანი სასახლე აშენებულია მე-18 საუკუნეში და რა აქვს ახლა ამას განსაკუთრებული? განსაკუთრებით მინდა ყურადღება მივაქციოთ მის ფანჯრებს. ამ პერიოდში იყო ძალიან გავრცელებული სპარსული სტილი და ეს იყო მისი ასეთი ოვალური ფანჯრის ჭრილი, ხო? მაგრამ აქ აი მსგავსი არაფერი გვხდება. მოდი ახლა შევიდეთ, ესეც ნახეთ. ეტყობა კიდეც, ხო? როგორი ძველია. რა თქმა უნდა, ახლა შიგნით ინტერიერი აღარ არის პირვანდელი სახით, სადგან აქ გრძელდება სამონასტრო ცხოვრება, თუმცა ჩვენ უძველეს ელემენტებს, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად მაინც ვიპოვეთ. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ აი ეს ნახეთ. უძველესი ბუხარი, რომელიც 250 წლის წინ აშენდა, როდესაც ეს სასახლე შენდებოდა. ეს თვითონ სივრცეს, რასაც უყურებთ, იყო ზუსტად ასეთი გადაკეთებული არის, აი ამხელა დარბაზი იყო პირველ სართულზე და ისევ მინდა ყურადღება მიაქციოთ აი ამ ფანჯრებს. რატომ ვუსვამ ახლა განსაკუთრებით ხაზს ამ ფანჯარას? არქიტექტორები ამბობენ სწორედაც, რომ აი ეს სტილი არის ქართული სტილი და ეს არის პირველი ნიშანი იმისი, რომ ევროპული არქიტექტურათან უკვე შემოდის და კონკურენციის გაწევას იწყებს უკვე აღმოსავლურთან. მოდი ახლა ავიდეთ მეორე სართულზე და იქაც მოვძებნოთ ამ სასახლის შემორჩენილი ფრაგმენტები. მეორე სართულის, პირველი სართულის მსგავსად არის სულ რამდენიმე ოთახი. შევიდეთ ახლა, ნახეთ და პირველ რიგში რას მინდა ყურადღება მიაქციოთ, ეს არის იატაკი. ეს არის აი ის უძველესი იატაკი, რომელიც აი ამ სასახლის აშენების დროს დააგეს. ქვის იატაკი. ასევე არის, რა თქმა უნდა, ახლა ეს ახალია ეს კარგი, რაც არის, აქ თავის ნივთებს ინახავენ მონასტრის მსახურები. თუმცა აი ეს იყო კედელში ჩასმული, აი ეს ფაროები, აი ეს თახჩები. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ნინოწმინდის მონასტერი იყო ძალიან ძლიერი მონასტერი, განსაკუთრებით მე-18 საუკუნეში და აქ ინახებოდა უნიკალური ბიბლიოთეკა. და მინდა გაჩვენოთ ახლა, არ ვიცი, ძალიან ძველი საეკლესიო ლიტერატურა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ არ არის შესწავლილი მეცნიერების მიერ ჯერჯერობით, არ არის დათარიღებული რომელ საუკუნეებს ეკუთვნის,
აქ არ მოსულან ჯერ მეცნიერები და მართლაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოვლენ და შეისწავლიან აი ამ ლიტერატურას. ეს არის აი ნახეთ რომელი საუკუნის არის მე ვერ გეტყვით, მართლაც არ ვიცი, არ ვარ ამის სპეციალისტი. შესაძლოა ეს იყოს მე-18 საუკუნის, შესაძლოა ეს იყოს კიდევ უფრო ძველიც. აი ეს ლიტერატურა ელოდება მეცნიერებს და ვფიქრობ, რომ მათ მართლაც ძალიან საინტერესო სამუშაოებით წინ. მოდი ახლა გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა წმინდანინოს სახელობის მონასტერში და ვნახოთ ამ მონასტრის ერთ-ერთი დიდი გამოცანა. ეს არის საიდუმლო გვირაბი. აი ეს, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ, მოდი მინდა ახლოს მოხვიდეთ, არის საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი ჭა, რომელიც არის, არ ვიცი, ალბათ დაახლოებით 10-15 მეტრი მაინც იქნება. ამისათვის ჩვენ სპეციალურად წამოვიღეთ აი ეს GoPro მოვაბით გრძელი თოკი. მინდა რომ ეს ჩაუშვა და თორნიკე დამეხმაროთ თუ შეიძლება და თქვენთან ერთად მინდა ვნახო რა არის დაბლა. თილად და თან ახლა ამას აქვს რა თქმა უნდა თავისი ისტორია. მხოლოდ ეს რაღაც ჭა არ არის, რომელსაც უყურებთ. ანუ ეს იყო შუა საუკუნეებში გაკეთებული საიდუმლო გვირაბი, რომელიც რა თქმა უნდა აძლევდა იმის უფლებას ადამიანებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში დაეღწიათ, ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში ალბათ დაეღწიათ თავი ციხიდან და გასულიყვნენ სამშვიდობოს, მაგრამ ეს უკავშირდება კიდე ერთ ისტორიას 1811 წელს. როგორც ამბობენ, ადგილობრივმა ბერებმა აქ აი ამ ჭის მეშვეობით, ამ ჭაში ჩაიტანეს და შემდეგ გვირაბში გადამალეს საეკლესიო განძი და საეკლესიო წიგნები. ეს მდიდარი ბიბლიოთეკა კიდე ხას უსვამ, აქ ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა იყო, იმისათვის რომ რუსებს არ წაეღოთ, როგორც სხვა მონასტრებიდან გაზიდეს განძი და ლიტერატურა, ბერები ცდილობდნენ რომ გადაერჩინოთ ეს წიგნები. თუმცა ჩვენ ჩავდივართ და ეხლა მაინტერესებს აქ არის თუ არა გასასვლელი დარჩენილი, როგორც ამბობენ, სადღაც 70 წლის წინ აქ ეცადნენ ჩასვლას, ჩავიდნენ კიდეც დაბლა, გასასვლელიც ნახეს, სადღაც 7 მეტრის ზე იარეს, მაგრამ მე შეეშინათ რომ არ ჩამოგრეულიყო და გამოვიდნენ. მას შემდეგ აქ არ ჩასულ არავინ და არც უცდია არავის რამის მოძებნა. მინიმუმ 10 მეტრზე ვართ ახლა, 15 მეტრზე ვართ ჩასულები და გასასვლელი არ ჩანს. როგორ ვფიქრობ რომ ალბათ მიწით იქნება ამოვსეული, წარმოიდგინეთ ბოლოს 70 წლის წადეს. 70 წლის წინ წადეს აქ ადამიანებმა ჩასვლა. როგორც ჩანს ძალიან ბევრი მიწა იქნება ჩაყრილი. მე ვფიქრობ რომ აი ამის შესწავლას ერთი სპეციალური ექსპედიცია სჭირდება ნამდვილად. ეს სადაც ახლა ვდგავარ, ეს არის საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ეკლესია. ეს აშენდა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინო ცხოვრობდა აქ და ცნობილია, დადასტურებულია მართლაც რომ წმინდა ნინო როდესაც საქართველოს შემოვიდა, ერთი პერიოდი იცხოვრა აქ სოფელსაც, სწორედ ამიტომ ჰქვია ნინო წმინდა. მე-4 საუკუნეში აქ ნინო მააშენაო ეკლესიაო, სადაც ადრე იყო საკერპო. ანუ წარმოიდგინეთ აქ ჯერ კიდევ როდის ყოფილა სალოცავი ადგილი, ხო, თუმცა ჩვენ არ ვიცით ახლა აქ ზოროასტრიული ტაძარი იყო თუ რაიმე სხვა ადგილობრივი რელიგია იყო. შემდეგ უკვე მე-6 საუკუნეში აშენდა აი ესეთი სტრუქტურის ეკლესია, როგორცაც ახლა ჩვენ უყურებთ და წარმოიდგინეთ, ეს არის ჯვრის მონასტრის წინამორბედი მე-6 საუკუნეში, შემდეგ როდესაც ჯვრის მონასტერი აიგო, სწორედ აი ასეთი გამოცდილებით აშენდა ჯვრის მონასტერი. შემდეგ ეს უკვე გადაკეთდა მე-18 საუკუნეში, დიდი გუმბათი დაადგა მე-18 საუკუნეში, საბა ტუსიშვილმა დაადგა, მისი სასახლეც ახლა ჩვენ ნახეთ და მე-19 საუკუნეში 1824 წელს სამწუხაროდ ეს ჩამოინგრა. მე მინდა ყურადღება მიაქციოთ შემორჩენილ ფრესკებს, უყურეთ. აი ეს ვფიქრობ არის მე-18 საუკუნის ფრესკები, როგორც ვიცი, 10-15 წლის წინ ეს ფრესკები ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებოდა, სამწუხაროდ ეს ახლა აი ეს ზიანდება და მე ვფიქრობ რომ სასწრაფოს სჭირდება შველა და კონსერვაცია იმისათვის რომ ეს მეტად აღარ დაზიანდეს. ეკლესიის მთავარი შემოსასვლელი იყო აი ეს მხარე. შემდეგ 1824 წელს როგორც გითხარით, ჩამოინგრა და მე-19 საუკუნეშივე მეორე მხრიდან მიაშენეს ძალიან ლამაზი პატარა ეკლესია. მინდა რომ ახლა ის თქვენთან ერთად ვნახო და იქ ძალიან საინტერესო წარწერა უნდა გაგაცნოთ.
აი ეს არის ეს მცირე ეკლესია, რომელიც გითხარით მე-19 საუკუნეში მოაშენეს და აი შესასვლელიც ამ პატარა და ლამაზ ეკლესიაში მინდა გაჩვენოთ 1671 წლის წარწერა. აი, ნახეთ, ეს იყო როგორც გითხარით, კარიბჭე, თავარი კარიბჭე იყო ეკლესიის შესასვლელი, აი აქ და 1671 წელს ეპისკოპოს ნიკოლოზ ენდრონიკაშვილს გაუკეთებია ხელახლა ეს კარიბჭე და აი მაგის შესახებ გვიყვება ეს წარწერა და კანდელიც მოახატინეო. აი ესეთი საოცრებები არის ნინოწმინდაში, მაგრამ როგორ შეიძლება მოხვიდე ამ მონასტერში და არ ნახო, ავიცი, აქაურობის მშვენება, ეს არის მე-16 საუკუნის სამრეკლო. აი ეს სამრეკლო გვიყვება მთელი საქართველოს გვიანი ფეოდალური ხანის ისტორიას. შევიდეთ. ეხლა უყურეთ, აი ყველაფერს აქვს ძალიან კონკრეტული დატვირთვა. ნახეთ. კარები ხო იკეტება? აი ეს ჩაიკეტებოდა, ხო? რა თქმა უნდა, უფრო დიდი ძელი იყო. რომ თავდასხმის შემთხვევაში აქ ტერს ვერ შემოეღწია, პრინციპში აუღებელი ხდებოდა უკვე კოშკი, როდესაც ესე ჩაიკეტებოდა. მოდი, გავაგრძელოთ გზა. აი 400 წლის წინ აშენდა აი ეს კოშკი და ეს კიბეც არის 400 წლის წინანდელი. გონია რომ აი აქ დრო გაჩერდა მართლაც რაღაცა სასწაული განწყობა გეუფლება ადამიანს, როდესაც ამ კოშკში შემოდიხარ და ეს მართლაც ომიანობის დროს იყო თავდაცვითი კოშკი, მშვიდობიანობის დროს იყო აქ ადამიანების საცხოვრებელი. აი ეს არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ, რა დანიშნულება შეიძლება რომ ჰქონდა აი ამ ნიშს, სავარაუდოდ ალბათ აქ ინახავდნენ შესაძლოა წიგნებს, იმიტომ რომ ხასუსო ძალიან დიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა ნინოწმინდის აი ამ სამონასტრო კომპლექსს, მაგრამ კიდე რას მიმოაქცია ყურადღება. ეს კოშკი არის აშენებული ენერგოეფექტურობის პრინციპით. ძალიან სქელი კედლები და ძალიან ვიწრო სარკმლები. ეს ვიწრო სარკმლები, ამ ვიწრო სარკმლებიდან შემოდის შუქი. იმ დროს მინდა ნაკლები იყო, ზოგადად უფრო ხმარობდნენ ხოლმე ტყავს, აი რო წარმოედგინოთ დოლის როგორი ტყავიც აქვს გადაკრული, ხო? აი ესეთ ტყავს იყენებდნენ ხოლმე მაშინ იმისათვის, რომ სიცივე არ შემოსულიყო ფანჯრებიდან. წავიდეთ კიდე, არ დამთავრებულა ჯერ ამ კოშკში მოგზაურობა, ერთი სართული გვაქვს კიდე მაღლა ასასვლელი, წავიდეთ და ავიდეთ ამ კოშკზეც. აი ესე ავოდივართ. კიდე ერთი სართულით მაღლა, აქ უკვე ცოტა განათებული ოთახია და ძალიან კარგად ჩანს უკვე როგორი იყო უძველეს დროს, აი მაშინ აი აქ საცხოვრებელი სივრცე. ახლაც აქ მონაზვნები ცხოვრობენ, როგორც ჩანს, აი ეტევა ერთი ტახტი, ორი მაგი დაეტევა პრინციპში და ეს მეტად განათებული არის, მეტი შუქი შემოდის აქ და თავისუფლად შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინო, როგორი შეიძლება ყოფილიყო მე-16 საუკუნეში, აი საცხოვრებელი ოთახი. ავდივართ ისევ. არ დამთავრებულა სამრეკლოზე ასვლა. ძალიან მაღალია მართლა. ესეთი ამოსასვლელია ვიწრო და აი ახლა უკვე აი ესე ამოვდივართ სამრეკლოზე. მშვიდობიანობის დროს, რა თქმა უნდა, ეს სამრეკლო რეკავდა ზარს, მაგრამ ომიანობის დროს სავარაუდოდ აქ ალბათ ენთებოდა ხოლმე ოცონი, რადგან აი აქედან ხო, რო გაიხედებით, ხო? აი ახეთის ძალიან დიდი ათეულობით კილომეტრზე ჩანს ყველაფერი და ეს იყო სასიგნალო კოშკის ფუნქციასაც ასრულებდა ომიანობის დროს. აი ეს არის ნინოწმინდის მონასტერი ჩემთვის, სადაც მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორია ასე ცხადად შეიძლება რომ შეიგრძნო.